მე ვარ ხევსურეთიდან დავიწყებ, იმიტომ რომ მთავარი მიზეზი ალბათ საფეხურში ყოფნის არის ეგ და ამ გადაწყვეტილების რო საფეხურის წევრი ყოფილიყავი. რაღაც კუთხეების მიხედვით რომ იმართებოდა გასულ წელს მარშები, მაშინ შემომთავაზა რომ ჩვენს გავუკეთებინა რამე ესეთი მარში აღმოსავლეთ მთიანეთის წარმომადგენლების, იმიტომ რომ ეს ცალკე ხევსურები შეიძლება არ ყოფილიყავით იმდენად მასშტაბური და გადავწყვეტეთ მოკლედ სხვადასხვა კუთხეები გავერთიანებულიყავით და აქედან დაიწყო მოკლედ საფეხურის ისტორია და მანდედან მოვდივართ ყველანი და მივხვდით რომ მარტო აქციებით ამ რეალობაში ვერ შემოვიფარგლებოდით და მაგიტო დავამკვიდრდით უფრო ფართო უფრო სხვადასხვა აქტივობებით. მე ვარ კერძოდ მიღმახევიდან, ხონეხონის ჭალიდან, ორი სოფელი გვაქვს ზამთარში და ზაფხულში სადაც ვართ ხოლმე. ადგილობრივი ვარ, ასევე დავამატებ ჩემი მშობლებიც იქ ცხოვრობენ და შესაბამისად ანუ რაღაც ამ კუთხით ვარ უფრო საფეხურში, რადგან უფრო თამამად და უფრო ხმამაღლა შემიძლია ვისაუბრო ხევსურეთის პრობლემებზე. ძალიან სავალალოა ხევსურეთის მდგომარეობა და არა მარტო ხევსურეთის, მაგრამ ჩემს სოფელს რაც შეეხება, ყველაზე ესეთი ფართო მოსახლეობით გამოირჩევა ცოტა ჭალებში რო ვთქვათ, იმიტომ რომ 4 ოჯახია და ეს ითვლება რომ საკმაოდ ესეთი მყარი და ესეთი მოსახლეობით სავსე სოფელია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სოფლები, სადაც მარტო თითო ოჯახი ცხოვრობს და ვიცით რომ ძალიან ბევრი სოფელი უკვე ნასოფლარად იქცა, რაც ძალიან სამწუხაროა. და ჩემს ბავშვობაში მაგალითად ბევრი ბავშვები ვიყავით იმასთან შედარებით. ეხლა ფაქტობრივად ბავშვები არ არიან, სკოლა იყო და სკოლა არსებობდა, ეხლაც არის შატილში სკოლა, მაგრამ თუ არ ვწდები 2 თუ 3 მოსწავლე, ანუ ფაქტობრივად სკოლა ინტერნატის, მან ვსწავლობდით ჩვენც, ხო, მიუხედავად იმისა, რომ 15 კილომეტრით და 18 კილომეტრით იყო ჩვენიდან დაშორებული, სკოლა რო არსებობდა, ეს უკვე ძალიან კარგი იყო და მაგისის შესაძლებლობა რო ქონდა, მაგრამ თავარი მიზეზი თუნდაც იმის რატო დავტოვეთ ჩვენ ხევსურეთი იყო ზუსტად ის რომ სკოლა იყო ძალიან შორს და ძალიან რთული იყო ამ მშობლებისთვისაც მოკლედ ჩვენზე დარდი ვინც დავდიოდით ამ შორგზაზე. ასევე სამედიცინო პუნქტის არარსებობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ზამთარში ფაქტობრივად 6-7 თვე მოწყვეტილი ხარ ცივილიზაცია. პრობლემები სამწუხაროდ ძალიან ბევრია, ეს პრობლემები კი არ გვარდება, პირიქით უფრო იზრდება. ანუ რაც იყო ჩემს ბავშვობაში, მაგალითად არ იყო ინტერნეტი, იმიტომ რომ არ არსებობდა, არ იყო მობილური კომუნიკაცია და იგივენაირად ვართ ახლა. ბოლოს 5-6 წელია რაც ინტერნეტია და ეს არის იმხელა შვება, რომ შეგიძლია დაუკავშირდე და გაიგო ამბავი როგორ არიან, მაგრამ არ არსებობს ელექტროენერგია, შესაბამისად არიან წირ მზის პანელებზე და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ უამინდობა, რომელიც ვიცით, რომ მთაში და ზამთარში ხანდახან კვირები გრძელდება, ამის გამო ფაქტობრივად შეიძლება დღეები იყვნენ ელექტროენერგიის გარეშე. ზამთარში გზა ჩაკეტილია და გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში ალბათ მამისი გადაჭრა შეიძლება, იმიტომ რომ რავი არსებობს ვერტფრენები და მსგავსი სერვისი, რომ მოსახლეობას თვეში ერთხელ, 2 კვირაში ერთხელ შეეძლოს, რომ გადავიდეს წამოვიდეს, თუნდაც იმის გამო, რომ არ არსებობს სამედიცინო პუნქტი, ან ჯანმრთელობის პრობლემა რო შეგექმნას, ფაქტობრივად მაგას ვერ მოახერხებ. და ზაფხულში გზა იხსნება, მაგრამ მაგის გახსნა ცოტა რთული, იმიტომ რომ ხო შეფერხებით და საკმაოდ ცუდად გზის, ხიდების, მოკლედ პრობლემები ძალიან ბევრია ხევსურეთში და ხევსურეთის სოფლებში. ძალიან მიხარია, რომ არსებობს საზღვაო მესაზღვრეები და მსგავსი შესაძლებლობა რო აქვს თუნდაც იმ მხრივ რომ იყო რამდენიმე ფაქტი რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და რო არა მესაზღვრეები არ ვიცი რა სავალალოდ დასრულდებოდა თუნდაც ის ფაქტი რომ რამის გაგზავნა თუ გინდა თუნდაც მედიკამენტის ეს არის ერთადერთი გზა რომ სასაზღვრო ფრენის საშუალებით ვინმე ახლობელს გაატანო მშობლები იქნება თუ ხო 2 კვირაში ერთხელ არის და თან სოფლამდე არც მიდის ეს ვერტფრენი საკმაოდ შორს 8 კილომეტრში და შესაბამისად არ არის ესეთი მარტივი მოკლედ არც ეგ